დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე პირებთან დაკავშირებით ოცნება სპეციალური კანონის მიღებას გეგმავს. შეიქმნება არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი. კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ცენტრში გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება. ემიგრანტები გაჭირვებას არ გაქცევიან, ამტკიცებს ოცნების წარმომადგენელი შოთა ხაბარელის. მისი გუნდის უწყლელ პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ქვეყანა უყვართ და ქვეყნის პროცესებში უნდათ ჩაერთონ, ერთი დღე არაფერი არ არის, ამბობს ხაბარელი. პროტესტის მონაწილეებზე დასმულ კითხვაზე კი თანაგუნდელის მსგავსად პასუხობს, რომ რუსთაველზე საზოგადოება არ დგას. საქართველოს ევროკავშირის შეხვედრა სანქცირებული ალექსანდრე დარახველიძის გამო გაუქმდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადამიანის უფლებათა დაცვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეხვედრა ყოველწლიურად იმართებოდა, თუმცა წელს შეხვედრა საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის არსებობის გამო გაუქმდა. სავარაუდოდ ბრიუსელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი არაერთი ევროპული ქვეყნის მიერ დასანქცირებული დარახველიძის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი თქვა. ამერიკა საიდუმლო დამუშავებს გეგმას უკრაინაში ომის დასრულებისთვის ინფორმაციას აქსიოსი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონსულტაციებს მოსკოვთან აწარმოებს. საქმის კურსშია უკრაინაც.